დიასპორას სამშობლოსთვის ტრადიცია ერთიანობა განვითარება. თბილისმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს უმასპინძლა ღონისძიების მთავარი თემა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობების გაძლიერება და არსებული გამოწვევების განხილვა იყო. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო. მოხსენებულებმა ხაზი გაუსვეს დიასპორის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში. აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლებს და ძლიერ საგარეო კურსს წარმოადგენენ. როგორ აღნიშნა დიასპორის დღე, დეტალებს თეკლა ბესტავაშვილი მოგუყვება. ტრადიცია ერთიანობა და განვითარება დღეს საქართველოში დიასპორის დღე აღინიშნა. თბილისში გამართულ ფორუმზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ სამშობლოს სიყვარული მანძილს არ ცნობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიება უცხოეთში მცხოვრებ იმ ადამიანებს აერთიანებდა, რომლებიც მუდამ მზად არიან თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და ძალისხმევა მშობლიური ქვეყნის სამსახურში ჩადონ. ფორუმის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ ქართული დიასპორის დღის აღნიშვნა სიმბოლურია, რაც ქართველი ხალხის ერთიანობას უსვამს ხაზს. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ქართულ დიასპორას საკუთარი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მაკა ბოჭორიშვილმა იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებიც სამომავლოდ ქვეყნის განვითარებაში დიასპორის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს. სამშობლოსგან მოშორებული ადამიანის ემოცია განსაკუთრებით მძაფრია. სიყვარული უფრო მკვეთრი, მონატრება კი სულის შემკვრელი. ამ ემოციის გაზიარებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩვენს ეკლესიას. ფასდაუდებელია საქართველოს სამრევლოების როლი მამულს დაშორებულებისთვის ენისა და სარწმუნოების შენარჩუნების საქმეში. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გახდა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყანა და ირლანდიასთან ერთად ხელმძღვანელობს ალიანსის მმართველ საბჭოს. მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს ალიანსის ფართომასშტაბიან ფორუმს, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაღალი ნდობის გამოცხადების მკაფიო დასტურია. საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება, ამაზე დღეს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა. ამ ვალდებულების შესასრულებლად კი საქართველოს მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს. საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც ის უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. დიასპორასთან ურთიერთობისა თანამშრომლობის შუნა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო დონეზე, ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის მაგალითად გაეროს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა. მათ სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში დიასპორის როლზე ისაუბრეს. კარგად გვესმის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებას ნიშნავს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს დიასპორასთან მტკიცე კავშირების შენარჩუნებას და ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს თქვენს უფლებებს. ამ კუთხით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობა და აგრეთვე მრავალი პროგრამა თუ პროექტი, რომლებიც ხარს უჭერს დიასპორის წარმომადგენლების ინიციატივებს, ხელს უწყობს კულტურულ საგანმანათლებლო გაცვლებს, აძლიერებს კავშირებს ჩვენს საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებთან. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ჩვენს სინოდს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყნებში, სადაც ჩვენი დიასპორა არის, ფუნქციონირებდეს ჩვენი ეკლესია, ეს მართლაც დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე თქვენი როლი დიდია სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, კულტურის თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რომ დიდ შრომას ეწევით იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა უფრო მჭიდრო და განვითარებადი იყოს ჩვენს შორის.
ეკლესიისა და საპატრიარქოს როლის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობის რწმენის, სიმტკიცისა და სამშობლოს ერთგულების შენარჩუნებაში უდიდესია. ტრადიციულად წელსაც დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიმართა. ილია მეორის წერილი მათ მეუფე შიომძა უკითხა. იცოდეთ, თქვენ საქართველოს განუყოფელი ნაწილი და უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. ამდენად დიდია თქვენი პასუხისმგებლობა. გილოცავთ და გისურვებთ რწმენის სიმტკიცეს, მოყვასის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას, წარმატებებს თქვენს პირად ცხოვრებაში და სიმშვიდესა და სიხარულს ოჯახში. საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული დიასპორის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. უკვე დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ 300-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაცია მოქმედებს. გახსნილია 100-ზე მეტი საკვირაო სკოლა და ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ. გაიმართა საკვირაო სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების კურსის გავლის, დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემაც. დიასპორა არის ჩვენი მომავალი ქვეყნისთვის აუცილებელი ელემენტი. ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი მომავალი თაობა ვარ მადლიერი ჩვენი სახელმწიფოს მთავრობის, იმიტომ რომ არ ვტოვებენ უყურადღებოთ. ქართულ დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენი საკვირაო სკოლა და საერთოდ საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლები ცდილობენ ბავშვებს შეუნარჩუნონ ქართული იდენტობა, რომ ძლიერი დიასპორა შეიქმნას ძლიერი სახელმწიფოს ბაზისი და საფუძველი. დიასპორის ფორუმი ოფიციალური გახსნის შემდეგ თემატური პანელებით გაგრძელდა. პანელის ფარგლებში ეკონომიკის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. სპეციალურად ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ვიმყოფები აქ. ჩვენ უკვე წლებია თანამშრომლობთ დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ისინი აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი საკვირაო სკოლის, როგორც ჩვენი ასევე უცხოეთში სხვა საკვირაო სკოლების განვითარებაში. წელს გაკეთდა პირველად, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი გადამზადება პედაგოგებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. წლევანდელ ფორუმს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.